აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გასაყიდეთ 18 ობიექტი გამოიტანა. გასასხვისებელ ობიექტთა შორის არის იუსტიციის სახლთან მდებარე 3800 კვადრატული მეტრის ოდენობის ფართობი, კახაბერსა და ხელვაჩაურში მდებარე ტერიტორიები და მწვანე-კონცხზე მდებარე ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დამხმარე ნაგებობა მასზედ მიმაგრებული 3300 კვადრატული მეტრის ოდენობის ტერიტორიით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში აუქციონი უპირობოა და სამინისტროს ინფორმაციით ლოტს უკვე ჰყავს კონკრეტული მყიდველი. სწორედ მისი დაინტერესების შემდეგ მიიღო სახელმწიფომ გადაწყვეტილება ობიექტის საპრივატიზაციო ნუსხაში შეიტანოს. იუსტიციის სახლის მომიჯნავე ტერიტორიაზე მალე შესაძლოა 24 სართულიანი მრავალფუნქციური შენობის მშენებლობა დაიწყოს. აღნიშნული ტერიტორიის გაყიდვა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა. პირობიანი აუქციონის თანახმად დაინტერესებულმა პირმა ობიექტში კაზინო, გასართობი ცენტრები, სასტუმრო და პარკინგი უნდა მოაწყოს და $9 მილიონი ინვესტიცია განახორციელოს. ტერიტორიის თავდაპირველი ფასი $920,500 განისაზღვრა. 48 ვადაში ააშენოს და ექსპლუატაციაში შეიყვანოს მრავალფუნქციური შენობა ნაგებობა, სადაც განთავსებული იქნება სასტუმრო არანაკლებ 100 ნომრით, კაზინო, კომერციული ფართები. კომიტეტმა ჩაათვალა მიზანშეწმუნებით, რომ არ ყოფილიყო გარკვეული პირობები, ვინაიდან ობიექტი არ გაყიდულიყო და ამის შემდეგ არ მიგვიღო უფუნქციო მიწისნაკვეთი, სადაც როცა მყიდველს მოესწრებოდა, მაშინ დაიწყებდა მშენებლობას. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული აუქციონის ჩამონათვალში მწვანე-კონცხზე მდებარე ეს შენობა და მასზე მიმაგრებული 3301 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთიც მოხვდა. ამ შემთხვევაში ტერიტორიის უპირობო აუქციონის წესით გასხვისება იგეგმება. უწყებამ ტერიტორიის გაყიდვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ადგილით ერთ-ერთი პირი დაინტერესდა. მიწის ნაკვეთის მდებარეობა განაპირობებს იმას, რომ შესაძლებელი აქვს განთავსდეს ვილა ან სხვა რაიმე დანიშნულების ობიექტი, თუმცა ვალდებულებასთან დაკავშირებით გარკვეული ვალდებულების უზრუნველყოფა ამ ეტაპზე ჩვენთვის არ იყო მიზანშეწონილი. პირობიანი აუქციონი განპირობებულია იმ შემთხვევაში, თუ არის საინვესტიციო ვალდებულებების დიდი ოდენობა. მწვანე-კონცხზე მდებარე აღნიშნული შენობა 2012 წლამდე ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ბალანსზე ირიცხებოდა. ობიექტი ინსტიტუტს პრეზიდენტის განკარგულებით უზურპრუქტის წესით 2006 წლის სექტემბერში გადაეცა. აქ აცხადებენ, რომ ნაგებობა ინსტიტუტის დამხმარე შენობას წარმოადგენდა და მას არ იყენებდნენ. შესაბამისად, სამართლებრივი დავის დაწყება არ იგეგმება. ეს ტერიტორია ადრე იყო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის, მე როდესაც შეუერთდა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი შეექმნა, გადაეცა სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს 2012 წლის სექტემბერში საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით უზურპრუქტიდან გაიტანეს გასხვისებაზეო და ვინ იყიდა ვისარგებლობაშია დღემდე ჩვენ არ ვიცით. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე სულ 18 ობიექტი გაიტანა. ჩამონათვალ დღის ბოლოს კიდევ 7 დაემატება. ობიექტების შესარჩევად უწყების 5-კაციანი კომიტეტი მუშაობს.